რამდენიმე წუთის წინ ციხის კარები გაიღო იმ 92 ადამიანისთვის, რომელთა შეწყალების არც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მსჯავრდებულები დაწესებულებებს ეტაპობრივად 1 საათის განმავლობაში დატოვებენ. მათ შორის 40 მძიმედ დაავადებული პატიმარი დატოვებს გლდანის დაწესებულებას. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მსჯავრდებულები საშელახსრულობის მინისტრის სიის საფუძველზე შეიწყალა. ნოცა აბაშიძე აშუქებს გათავისუფლების პროცესს, მას ახლა პირდაპირ ეთერში ვხვდათ გლდანის დაწესებულებიდან. ნოცა მოგესალმებით. გლდანის მე-18 დაწესებულება სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვა ორმა პატიმარმა, როგორც საშელახსრულების სამინისტროში განაცხადეს, საპატიმროს დღის განმავლობაში დატოვებს კიდევ 38 პატიმარი. დღეს მთელი დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად აქ ელოდებიან პატიმრების ახლობლები და ოჯახის წევრები. ჩვენ შეგვიძლია მათი კომენტარები მოვისმინოთ. შვილი მყავს პატიმარი უკანონოდ. ადეიშვილის სიტუაციიდან გამომდინარე. ძიმე ავამტყოფია ღვიძლის კიბოშვილო. ძალიან ძიმე მდგომარეობაში და ველოდები წუთზე რო გამომივიდეს. ჯამთელი ბიჭი შევიდა ციხეში და ისი ავამტყოფო და პირდაპირ ხუდადებზე უნდა წავიყვანოთ რა. და ველოდებით გამოსვლას რა. შეგახსენებთ, რომ საშელახსრულების მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს პატიმრების შეწყალების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა და პრეზიდენტმა 92 პატიმრის შეწყალებას მოაწერა ხელი. დიდი მადლობა, ნოცა, ეს იყო ნოცა აბაშიძე.